არ ვაპატიებ სხვის შვილებს მაინც გადავარჩენ 35 წლის ნინი მუჯირის დედაშვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, მას ორგანიზმში ბაქტერია აღმოაჩნდა, რის გამოც სეფსისი განუვითარდა. ახლობლების ინფორმაციით მუჯირს ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ცხელება ჰქონდა. 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული მარიამ მეყანწიშვილი სასამართლომ 5,000 ლარით დააჯარიმა. 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნანა სანდერს. აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრეთ. 4 ოქტომბრის საქმის აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, 8 მათგანმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საპატიმრო დატოვა. ფართო მასშტაბური ქსელი, რომელიც საქართველოში 7 წლის მანძილზე სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებას ხელს უწყობდა. 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს. ბრალდებულებს შორის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც არიან. ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი e-kalata.gov.g ამოქმედდა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა მარკეტში არსებულ შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე განთავსებულია საოჯახო კალათაში შემავალი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტი.